გასული კვირის მიწურულს საქართველოს ბიზნეს ასოციაცია კიდევ ერთ წევრ კომპანიას ესტუმრა. BAG-ის წარმომადგენლები ამჯერად საერთაშორისო გადამზიდავ კომპანია კაიროს ლოგისტიკში იმყოფებოდნენ, სადაც კომპანიის სამუშაო პროცესის და მიღწეული შედეგების გაცნობის კვალდაკვალ გასულ წელს გახსნილი ლოგისტიკური ცენტრიც მოინახულეს. კაიროს ლოგისტიკისა და ბიზნეს ასოციაციის პარტნიორობა უკვე 2 წელს ითვლის და ახლა სიუჟეტიდან მოგიყვებით თუ როგორი არის ამ თანამშრომლობისგან მიღებული ეფექტი შედეგებზე გათვლით, ისე კომპანიის განვითარების ისტორიაზე, რომელმაც უკვე მე-13 წლის ათვლა დაიწყო. საერთაშორისო გადამზიდავი კომპანია კაიროს ლოგისტიქსის ისტორია 2013 წლიდან იწყება. ჯერ კიდევ მაშინ, როცა ეს ინდუსტრია საქართველოში განვითარების პირველ ნაბიჯებს დგამდა. ქვეყნის ეკონომიკასთან ერთად კომპანიამ ზრდა, გაფართოვება დაიწყო. არც ადგილობრივ ბაზარს დასჯერდა და ამბიციები რეგიონული მოთამაშის სტატუსის გამყარებისკენ მიმართა. ოპერირებიდან 10 წლის თავზე კი საქმიან ცხოვრებაში ახალი ეტაპი დაიწყო. მსხვილ ბიზნესად გარდაქმნამ გზა BAG-ის წევრობისკენ გაუხსნა. ქვეყნის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანებისა და კაიროს ლოგისტიქსის პარტნიორობა უკვე 2 წელზე მეტია გრძელდება და ეფექტიანი თანამშრომლობისგან რიცხვებში თარგმნილი შედეგები უკვე თვალსაჩინოა. დაიმთხვა, როცა მათ გადაწყვიტეს ტრანსპორტის და ლოგისტიკის დეპარტამენტის შექმნა. ჩვენი აზრით ეს იყო სწორი გადაწყვეტილება, ვინაიდან ჩვენი დარგი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხდება ქვეყნის ეკონომიკაში და ქვეყნის გაძლიერებაში და ეს იყო ერთ-ერთი საწინდარი. გარდა ამისა, ჩვენი აზრით ბიზნეს ასოციაცია არის საუკეთესო პლატფორმა დღევანდელ დღეს ბაზარზე იმ კუთხით, რომ იყოს მედიატორი ჩვენსა და სახელმწიფოს შორის კოორდინაციაში. ბოლო 2 წელია ძალიან აქტიურად ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულება არის. დღის ეს რიგში ასოციაციის შეიქმნა შესაბამისი კომიტეტი, ქონდა შეხვედრები, აქტიურად იყო ჩართული ამ შეხვედრებში შესაბამისად სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, სხვადასხვა უწყებები, საბაჟო და შეიძლება გარკვეული ხარვეზები არსებობს ამ კანონმდებლობაში, ნორმატიულ აქტში ან რაღაცა ტიპის დაყოვნება, რომელიც საბოლოო ჯამში ბიზნეს ოპერაციებზე იმდენად მნიშვნელოვან გავლენას ახდენს, რომ კომპანია კარგავს ტვირთს, კარგავს კლიენტს და შესაბამისად ქვეყანა კარგავს შემოსავალს და აი აქ არის მთავარი, ყველა ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ისეთი კომპანია, როგორც არის კაიროს ლოგისტიკი, მან მოახერხოს გააგრძელოს უფრო სწორედ, გააგრძელოს ტვირთების მოზიდვა, გაზარდოს შემოსავალი. კაიროს ლოგისტიქსის ბიზნეს პორტფელი მსოფლიოს 5 ქვეყანაში წარმოდგენილ უკვე 8 ოფისს აერთიანებს, საიდანაც 3-ს საქართველოს ფარავს. კომპანია გლობალურად ნებისმიერი სირთულისა და ტიპის გადაზიდვაზეა პასუხისმგებელი. შეზღუდვა არც ტრანსპორტის სახეობებშია. სარკინიგზო, საჰაერო, საზღვაო, სახმელეთო, კაიროს ლოგისტიქსის მომსახურება იმპორტ-ექსპორტის ყველა შესაძლო გზას სათანადოდ ფარავს. ჩვენი გეოგრაფიიდან და ჩვენი ქვეყნის მოთხოვნიდან გამომდინარე, ძირითადი იმპორტ-ექსპორტის არტერია არის სახმელეთო გადაზიდვები, აქედან გამომდინარე ეს არის ერთ-ერთი ჩვენი ძირითადი მიმართულება, თუმცა ასევე აქტიურად მუშაობს სარკინიგზო მიმართულებით და საკონტეინეროთი. შარშან მქონდა რეკორდი, დაახლოებით 72 ქვეყნიდან განმახორციელეთ იმპორტი საქართველოში და დაახლოებით 36 ქვეყანაში განმახორციელეთ ექსპორტი. ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ლოგისტიკური კომპანია ექსპორტის მიმართულებით დაახლოებით 20 მილიონზე მეტი მხოლოდ ღვინის ბოთლი გადავზიდეთ შარშან. კომპანია იზრდება და თავისთავად ჩვენს გვიხარია, რომ ასოციაციის წევრი ერთობლივი მუშაობით, ერთობლივი საქმიანობით ვითარდება. თქვათ, პირდაპირ ასოციაციაში გაწევრიანების შემდეგ შეიძლება პირდაპირ კავშირი არ იყო ჩვენ საქმიანობასთან, მაგრამ გაორმაგდა ბრუნვა კომპანიის, კარგი ფეხი ქონია და იმედი გვაქვს, რომ უახლოეს 2 წელიწადში კიდევ გაორმაგდება, გაოთხმაგდება და ის პროცესები, ბიზნეს პროცესები, რომელიც აქ მიმდინარეობს, იქნება ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო. ბიზნეს ასოციაციის წევრმა კარგად იცის, რომ ამ სტატუსს, ისევე როგორც გადაზიდვების ბაზარზე ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად პოზიციონირებას, შენარჩუნება სჭირდება. ამიტომ არ ჩერდება ყოველწლიურად ზრდის მოცულობებს, აუმჯობესებს ბრუნვისა და მოგებიანობის მაჩვენებლებს. გამონაკლისი არც 2024 წელი იყო, რომელიც კაიროს ლოგისტიქსმა 300 მილიონი დოლარის ღირებულების გადაზიდული ტვირთით დახურა და როგორც ადგილობრივ, ისე მსხვილ გლობალურ ბრენდებს მოემსახურა. ჩვენ მომხმარებლების პორტფელში ჭარბობენ ძირითადად საერთაშორისო ბრენდები, ცნობილი კომპანიები, რომელსაც თქვენ ყოველდღიურად ხედავთ სუპერმარკეტებში, თუმცა მაგათ გარდა აქტიურად თანამშრომლობთ როგორც სამშენებლო კომპანიებთან, ასევე ელექტროტექნიკის ავეჯის შემომტანებთან და ეტაპობრივად უკვე მივდივართ
ცოტა რთული არაგაბარიტული მიმართულებით და ასევე სახიფათო ტვირთების გადაზიდვასაც უკვე ნელ-ნელა კიდევ ხელს. განვითარების პროცესი მხოლოდ ტვირთის სახეობების დივერსიფიცირებას არ მოიაზრებს. კომპანიის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი საკუთარი ლოგისტიკური ცენტრია, რომელიც კაიროს ლოგისტიქსმა თბილისის გესთან სიახლოვეს გასულ წელს გახსნა. 6300 კვადრატული მეტრის ფართობის A-კლასის საწყობის ტევადობა 12,000 евро პალეტს უტოლდება. ამის მიღმა უნდა ითქვას ისიც, რომ ინფრასტრუქტურა არა მხოლოდ სივრცე, არამედ სტრატეგიული აქტივია, რომელიც კომპანიას კიდევ უფრო მოქნილი, სწრაფი და ეფექტიანი ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას აძლევს, თანაც მომხმარებელთა დროის, მენეჯმენტისა და ფინანსური რესურსების დაზოგვის ბენეფიტებით. მოვიცეთ სრულ საბაჟო მომსახურებას და ძირითადად ვემსახურებით საერთაშორისო კომპანიებს, რომლებიც თბილისს იყენებენ სასაწყობე ჰაბად და შემდეგ ხდება ტვირთების გადანაწილება კავკასიაში და შუა აზიაში. ნებისმიერ ტიპის ტვირთისთვის არის მზად ეს საწყობი, რომ მიიღოს, გადაამუშავოს და უსაფრთხოდ უნებლად შემდგომ გადასცეს საბოლოო მიმღებს. გაფართოების თვალსაზრისით სულ რამდენიმე კვირაში უკვე გავხსნით ახალ A-კლასის საწყობს, რომელიც იქნება გათვლილი 24,000 პალეტ ადგილზე, თუმცა არ ვაპირებთ ამით გავჩერდეთ. არ გაჩერება ბიზნეს ასოციაციის სხვა წევრების მსგავსად. კაიროს ლოგისტიქსისთვისაც გარდაუვალი მოცემულობაა. კომპანიის გაწერილი გეგმები უახლოეს მომავალში ორი ქვეყნის დამატებას და პორტფელში სერვისების გამრავალფეროვნებას მოიცავს. როგორც ამბობენ, ეს ყველაფერი საბოლოოდ ერთი მიზნის მიღწევას ემსახურება. საქართველოს რეგიონის წამყვან სატრანსპორტო ჰაბად აქციონ.